ჩვენ შევხვდით საპატრიარქოს წარმომადგენლებს, მათ შორის მამა გურამ ჭარელაშვილს. გავაცანით ეს დაავადება, ანუ რა დაავადებაა, რამდენი ბავშვია და რა მასშტაბის პრობლემაა ეს ყველაფერი, ამაზე ვესაუბრით და რა გვესაჭიროება. ჩვენ საჭიროებებზე უთხარით და თქვენს რომ ყველანაირ დახმარებას აღმოგვიჩენენ, რაც მათ შესაძლებლობის ფარგლებშია და პირველ რიგში ჩვენ ვითხოვთ რომ ხელისუფლებასთან კომუნიკაციაში დაგვეხმაროთ და გვიშვამდგომდონ ხელისუფლების წინაშე, რომ ეს ბავშვები არიან გადასარჩენი და ხელისუფლებას მოუწოდონ, რომ ყველა ზომა იქნას მიღებული ამ ჩვენი ბავშვების გადასარჩენად. მეორე არის ის, რომ საპატრიარქო ასევე ვთხოვეთ დახმარება კონკრეტული პრობლემების მოგვარებაში, რომლებიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს აქვთ, მაგალითად ჩვენ გვყავს პაციენტები, რომლებიც მართვით სუნთქვის აპარატებზე არიან და აქვთ საკმაოდ მძიმე მდგომარეობა, როგორც ფინანსურად, ასევე სამედიცინო თვალსაზრისით და მათ ჭირდებათ განსაკუთრებული ყურადღება. ზოგიერთ მათგანს მაგალითად ადაპტირებული ლიფტიც კი არ აქვს, რომ გარეთ გამოვიდეს და არის ერთი პაციენტი, რომელიც 5 წელია ჩაკეტილია ოთახში და გარეთ ვერ გამოდის და დახმარება გვჭირდება ამ ბავშვების გარეთ გამოსაყვანად. და ასევე ვთხოვეთ, რომ თუ არის შესაძლებელი შეიქმნას და ამაში გაგვიწიონ დახმარება, შეიქმნას ერთიანი ფონდი, სადაც ყველა დაინტერესებული პირი და ყველა კეთილი მსურველი ჩარიცხავს თანხას. და ამ ფონდით და სახელმწიფო რესურსებით ერთობლივად მოხდება მედიკამენტების შეძენა. აი ამ სამ რაღაცაზე ვთხოვეთ დახმარება და ძირითადად დადებითი პასუხი იყო, გვითხრეს რომ შეიძლება კიდევ ერთი შეხვედრა შედგეს, სადაც უფრო მეტ დეტალებზე ვისაუბრებთ.